დღეს გაზეთებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. თუმცა მე ვთხოვ პრინცს, რომელიც ფანტასტიკური ბიჭია, ეს რიცხვი 1 ტრილიონამდე დაამრგვალოს. ვფიქრობ, ისინი ამას დასთანხმდებიან, რადგან ჩვენ მათ კარგად ვექცეოდით. მე აგრეთვე ვთხოვ საუდის არაბეთსა და ოპეკს შეამცირონ ნავთობის ფასი. თქვენ ეს უნდა გააკეთოთ. სიმართლე უნდა ვთქვა, მიკვირს არჩევნებამდე რომ არ გააკეთეთ. ამით თქვენ დიდი სიყვარული არ გამოგივლენიათ და ამის გამო გაკვირვებული ვარ. ფასები რომ შემცირებულიყო, რუსეთ-უკრაინის ომი მაშინვე დასრულდებოდა. ახლა ფასი იმდენად მაღალია, რომ ომი გრძელდება. თქვენ უნდა შეამციროთ ფასი. თქვენ ამ ომს დაასრულებთ. საზღვარგარეთ ძლიერების, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაბრუნებლად ნატოს ყველა ქვეყანას თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ამდე გაზრდას მოვთხოვ, რაც წლების წინ უნდა მომხდარიყო. ახლა 2%-ია და ქვეყნების უმრავლესობა ამას არ იხდიდა, სანამ მე არ მოვედი. როცა დაჟინებით მოვითხოვე, მათ ეს გააკეთეს. ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად იხდიდა ბევრად მეტს. ეს უსამართლობა იყო.